იმან რასაც ეს იმპერიები, თანამედროვე იმპერიები, მე ვიტყოდი დასავლური იმპერიები აკეთებენ საქართველოს მიმართ და პირდაპირ გელაპარაკებიან, კაცო, პირდაპირ გელაპარაკებიან, ჩვენი დიქტატი უნდა იყოს თქვენზე. პირდაპირ გახსოვთ 60 და უბრუნდები ამ საკითხს 75 მილიონი ევრო გამოგვიყვეს ცესხად. არ მიიღო, მაშინ ღარიბაშვილი იყო მახსოვს ხელისუფლება. კი, გავუშვებ ვიდეო ზუსტად. ატოდა, მაგრამ რა ატოდა, რას ქვია, თქვენ ჩვენი ფული არ გინდა თუ რა? წარმოიდგინე, და ამან თავისი საქმე უკვე გააკეთა იმათმა. საქართველოს ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წესვაზე. წელს იქიდან გამომდინარე ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის, ასე ვთქვათ, მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. აი ეს არის ძალიან მარტივად, აქ ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო.